არ მინდა ვთქვა, რომ მე გიგის მეგობარი ვარ. ეს ამ შემთხვევაში არ არის პრიორიტეტული, რამაც აქ მომიყვანა უსამართლობის გაუსაძრესი განცდაა. არ ვიცი, ძალიან ბევრი თემა მახსენდება, რაზეც შეიძლება, რომ ვილაპარაკო გიგის სიკეთეზე, გიგის საქმის მიმართ გულანთებულობაზე, გიგის დამოკიდებულებაზე, მოვლენების მიმართ, იქნება ის კონკრეტული ადამიანი თუ ზოგადად რაღაცის შექმნა ქალაქში. რა ვიცი, მე ამაყება ჩემ ქალაქში რო დავდივარ, მე ძალიან მომწონს ჩემი ქალაქი და წლიდან წლამდე ჩემთან ჩამოსული სტუმრები, აი არ ვიცი, თითქმის თეთრი შურით აღნიშნავენ ხოლმე, რომ როგორ იცვლება, როგორ შეგიძლიათ, რა მაგრები ხართ. მე რასაც შესწრებული ვარ ჩემი პროფესიონალური მხრიდან, ეს იყო გუდაურის თემა. კურორტი, რომელიც დაღუპვის პირას იყო მისული, მე მახსოვს, რომ რეზო ადამიანთან ერთად ადამიანები, რომლებმაც გუდაური აღმოაჩინეს თავის დროზე და კურორტად აქციეს, შეიკრიბნენ და გიგის დახმარებას თხოვეს იმისთვის, რომ გუდაური არ გადაშენებულიყო, არ დაღუპულიყო, იქ მაცხოვრებელი ადამიანები, რომლებიც ტურიზმით ირჩენენ თავს და ძალიან მალევე დაიდო სქემა, რამაც გუდაური ძალიან წარმატებულ პროექტად აქცია. დღემდე გუდაური ძალიან წარმატებულად მუშაობს და ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. მე არ მინდა დაგვავიწყდეს, რომ ეს სწორედ გიგის დაწყებულია. და მაინც ალბათ მეგობრობის ძალაა, რამაც დღეს აქ მომიყვანა და გამაბედინა, რომ ხმამაღლა ვთქვა, არ მინდა ვცხოვრობდე, ვარსებობდე ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს სიკეთისთვის და საქმისთვის გულანთებულობისთვის იჭერენ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გიგი სიმართლე დამტკიცდება.